მოგესალმებით, ძირფასი მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. ერთადერთი კონსულტაციები არის ფასიანი. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ ის მილოცვები და ის ამინები და რაღაცეებისგან ჩემ გვერდზე თავი. იმიტომ რომ ეს არის ეზოთერიკული შემეცნებითი გვერდი და არა სამლოცველო კუთხე და მით უმეტეს უბრალოდ ამ გვერდზე არა შეგიძლიათ ვინც მიცნობთ პირადად მაინც თუ გინდათ გამოხატოთ მოლოცვები გამოგზავნოთ, მაგრამ აი აქ არა. კარგით, ნახოთ. ყოველ შემთხვევაში რა სიახლე შემოდის, ხო? ამ ეტაპზე ძალიან ძლიერი ადამიანი მყავს ხაზზე, საქმიანი, წარმატებული, ნაყოფიერი, ლიდერი. შესაძლებელია თქვენი პატარა ბიზნესი გაქვთ აქ, არ არის გამორიცხული. შესაძლებელია ყოველ შემთხვევაში აქ რაღაც თქვენი საქმე მაინც გაქვთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ წუთში მხართ ძალიან არ ვიცი ვიღაცა შეიძლება წარმატების პიკზეც არის, ან აღწევთ ამ პიკს, ან შემდგარი, ნაყოფიერი, გამარჯვებული, და ესე რომ ვთქვათ, ხელწამოსაკრავ პოზიციაში ნამდვილად არ ახართ. პირიქით. კარგით, ნახოთ ეს პოზიცია მე მომწონს ამ წუთში თქვენთან და ნახოთ რა სიახლეები შემოდის თქვენთან. რაც შეეხება დროს, მე პირადად ხალხნო ხედავ, მაგრამ ძალიან სხვანაირი გაშლა სჭირდება და დაახლოებით ხედავ მაინც დროს, მაგრამ დროს, ესე რომ ვთქვათ, მაინც ცოტა რთულია, ხო? მაგრამ ერთ-ერთი რაღაცა დაიმახსოვრა, როდესაც ვამბობ, რომ ეს აგისრულდებათ, შეიძლება თქვენ იმ წუთში მირბი ხართ და გინდათ რაღაცა სურვილი აგისრულეთ, რაღაცა გამოვიდეს და იმ წუთში არ გამოვიდა და აი მე არ შესრულდა, აქ ალბათ ნინო. კაცო, ეს სურვილი გამოვა, ასრულდება, მაგრამ ჯერ არა. იქ ეუბნებით გექნებათ დაბრკოლებები რაღაცა, ხო? მაგრამ ასრულდება უეჭველი. ამიტომ ეს ზუსტად ვიცი, როცა ვამბობ კი, ის ნამდვილად იქნება კი. თქვენ შემთხვევაში ძალიან დიდი ღვთისწყალობა არის აქ ოჯახში. უპირველესად ღვთისწყალობა და აი გამარჯვების პოზიცია. აქ ძალიან დიდი, რა ვიცი, თანხაც არის საუბარი, შეიძლება ფინანსური, მაგრამ ეს უკვე გუშინდელი დღეც წარსულია, ხო, წარსულშიც ფიქსირდება. ფაქტიურად აქ თქვენ თვითონ გაადაწყვეტეთ რაღაც ძალიან დიდი ტკივილი არის გულში, თან ამავდროულად ნახეთ თქვენ, ხო, თქვენ ესე ნაყოფიერ წარმატებული კი, ეს წარმატებები იქნება, უბრალოდ გულში ძალიან, ესე ვთქვათ, დიდი ტკივილიც არის, არ არის გამორიცხული, რომ აქ ზუსტად იმ პოზიციაზე იყოთ, ვინც ან რაც გულს გტკენთ, უკვე всё თქვით ვარი ამ ყველაფერზე და გადადიხართ, ასე რომ ვთქვათ, სხვა პოზიციაზე, ხო, სხვა აი როგორ არის, იცით, განკურნება, გამოსვლა, გამოჯანმრთელება, შეიძლება ვინმეს მართლა ჯანმრთელობაზე იყოს პრობლემა, ხო? აი ეს უკვე ხდება თითქოს, აი უკვე უნდა იგრძნოთ ნელ-ნელა, ხო? ერთ დღეში
ასე ვთქვათ, სოფელი არ აშენებულა, მოსკოვი არ აშენებულა, ასე იცოდეთ, არ გადავაკეთე. არ გამოიწვიოს რაღაც კუდები და შესაბამისად ნახეთ როგორ არის გამოდიხართ, გამოჯამრთელება. შეიძლება ის ტკივილები რაც იყო, всё რა, წარსულში დარჩა, რაც ძალიან რთული არის. მე ვიტყვი ადამიანისთვის, ხო? ამ ყველაფერს კი იცtildeობ, მაგრამ ის რაღაც გულის კუნჭულში თითქოს რაღაცა გაწუხებს. აქ დახურვა ხდება მთლიანად. მე ვფიქრობ, რომ უკვე მიდიხართ იმ ეტაპებამდე, რომ აი რეაქციაც რომ აღარ გააქვთ დაუშვათ იმ რაც იყო იმ ყველაფერთან, ხო? აი რა არის? დაუშვათ ვიღაცა ნერვებს გიშლიდათ გამოხტომები, ხო? საქციელი ეს უკვე აღარ მოქმედებს თქვენზე. აი დაუშვათ თქვენი დაუშვათ პირადში გქონდათ რაღაცა თქვენი მამაკაცი სხვასთან გაიგულავა თუ რაღაცა არის, ან თქვენ მოგწონთ, მანამდე გიждდებოდით, სოფდებოდით, ეხლა რეაგირება არა გაქვთ კიდიათ, ხო? იმიტომ რომ ეს მამაკაციც უკვე აღარ გაინტერესებთ. ესეა ზოგადად. შეიძლება ვიღაცა გაწუხებდათ, გეშინოდათ, გირეკავდათ, მაგრამ ესეც უკვე აღარც გეშინიათ, რაღაცა არის, ხო? მოდის ის სიძლიერე და აქ მე ღვთისწყალობას უფრო ვხედავ, ვიდრე დავუშვათ სხვა რაღაცებს და აი როგორ არის, იცით, ამ ყველაფერს გადალახავთ ის დავუშვათ, რაც თქვენ შეიძლება ბავშვობაში რაღაც გააკეთეთ, ისეთი, რაც გულს გდგენდათ, ან თქვენს მეგობართან, ან მოსწავლეობა, რაღაცა მოსწავლეობა მოდის ესეთი ის მომენტი, ხო? და გქონდათ გულში, აი ესეც უკვე თითქოს დახურეთ, ხო? ესეთი რაღაც. შესაძლებელია დავუშვათ რამე ან წააგეთ, ან მოიგეთ, ან კომპლიმენტი მიიღეთ, მაგრამ რაღაც იყო იქ აი ცოტა გულის ტკივილი. ესეც გაიაზრეთ შესაძლებელია, ხო? იმიტომ მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი. გააზრებასთან დაკავშირებით რაღაცას ვერ იაზრებთ, რაღაცას ვერ ხვდებით, ნახეთ. აი ამ ყველაფრის ჩახურვა ხდება. შესაძლებელია ვინმე მეზობელიც იყო, არ არის გამორიცხული აქ ძალიან ესე რომ ვთქვათ და გულს გტკენდათ. აი ტკივილთან რაც ასოცირდება, შესაძლებელია ოჯახის წევრი იყო. ნებისმიერი ტკივილი რაც თქვენ გულში გქონდათ და როგორ არის, იცით, ვერ გამოდიოდით. რას ნიშნავს ვერ გამოსვლა? მაინც გახსენებდათ თავს, მაინც რაღაც ნერვებს გიშლიდათ, მაინც რაღაც ქონდა ხო აი ეს გავლენა თუ შეიძლება ყოველ წუთში არ გახსოვთ თუ საკითხი და რაღაც მომენტალურად გაგახსენეთ, აი დავუშვათ საუბრის დროს ან ის ადამიანი დაინახეთ იმ დროს, ხო, მომენტალურად გაგახსენდათ და მოგეშლებოდათ მომენტალურად ნერვები. ეს მიდის, აი ეს მომენტი აღარ იქნება თქვენში. ეს უკვე ძალიან კარგი არის. აი ზუსტად ეს არის დახურვა ძველის და ახალ ეტაპზე გადასვლა, როდესაც ეს ტრანსფორმაცია ხდება ადამიანში, ხო? აი არიან ადამიანები, მე მქონია ბევრთან შემთხვევა და მეც მქონია ცხოვრებაში. აი კი, აღარ всё დავარშული, აღარ მინდა ის, მაგრამ აი ეს რაღაც ასე რომ ვთქვათ, ნახეთ, ცეცხლი ჩაქრა, მაგრამ ის ნაკვერჩხალი მაინც ღვივია, ხო? თუ დაამატებ დავუშვათ ფიჩხებს რაღაცას, ცეცხლი ისევ წარმოიქმნება, ხო? თუ არ დაამატებ, უბრალოდ ჩამქრალიც არ არის, მაგრამ რაღაცა ღვივა. აი ზუსტად ამ პოზიციაზე არის აქ ვიღაცა. ესე იგი, თუ რაღაცა მოხდება ისეთი და დაამატებს ამ ფიჩხებს, ხო? ნუ რაღაცა სიტუაცია, ანუ გაგახსენდებათ, ან რაღაც გეტყვით სიტყვას ისეც გიჭოლოკებთ ესეთი სიტყვა. გამახსენდა ახლა. ნახეთ, ქონდათ რეაქცია, ხო? და გაღვივდებოდით და ისე ვიწყებოდა თავიდან. აი ესეთ რაღაცას აღნიშნო მე აქ. ეს მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნაკვერცხალი რაც არის, ანუ ჩაქრა და ნაკვერცხალი რო ჩაქრება და всё, აღარ აქვს არანაირი ცეცხლის ნაპერწკალი, იქ ნაპერწკლები აღარ, რამდენიც გინდა იმდენი დააღარე მე ფიჩხი. თუ თავიდან დავუშვათ იგივე არ მოხდა რაღაც ადამიანთან, შეიძლება ვერც არც მოხდეს, ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე მოხდება მის ამ ადამიანის ცხოვრებაში. აი ეს პოზიცია არის, აქ ვინც რა უნდა გითხრათ, ან რიმოქმედოს თუ რავი, თავდაყირად ადგეს თუნდაც ის თქვენი პირაც დაურნების პირადში, ხო? გტკენდათ რაც არ უნდა ქნას, მე შეიძლება კითხვა დაგისვას, ხო? რა ხდება, დაინტერესდეს, რატო აღარა გაქვს რეაქცია, რატო და უკვე всё რა მოგინელებს.
ყველაფერს აქვს დასასრული. აი ეს თემა არის ჩემო კარგებო. უკაცრავად, კი ბატონო, ეს არის დასასრული. აი ზუსტად აი ამ თავის ტკივილებიდან უკლედ ასე ვთქვათ, რომელიც გულში გქონდათ, ეს თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, ეს უკვე თქვენში არის, უკვე თქვენ ამაზე ფიქრობთ. მე ასე მგონია, რომ ვინც ამ გაშლას ახლა ისმენ, თქვენ უკვე თქვენ ამ პოზიციაზე ხართ, თუ არა და ამ გაშლიდან უკვე კიდევ როგორ არის, იცით, რაღაც მიიღებთ ისეთ რა ვიცი, ნახეთ საკვანძო სიტყვას, აი რა ვიცი კი არის, რა ვიცი სიტყვა არ მოისმინოთ ჩემს გაშლებში. იმიტომ რომ ვერ ამოვიღე ამ ჩვევიდან. მე თვითონ ბრაზობ ჩემთან, რა ვიცი და მე რა არ ვიცი. სხვათა შორის მეგობართან მქონდა გაშლა, რა ვიცი ვეუბნებ, რა ვიცი, არა, პირდაპირ მითხარ. დავიწყე გაიძე რა ვიცი, არ მოусმინოთ რა ვიცის. როგორ არ ვიცი კაცო. აი, რაცა უშნო ისა მაქვს. გადავეჩვევი იმედია. მოკლედ აი ეს საკვანძო სიტყვას იპოვით აქ თქვენ, რაც ზუსტად შემოგაფხიზლებთ, ან გაგანთავისუფლებთ თქვენ ზუსტად ამ ტკივილიდან, ხო? იმიტომ რომ აქ ყველაფერი თითქოს აი ძლიერად ღვთისწყალობა ეს ამას გრძნობთ და ახლა შეიძლება ზუსტად ესე დამშვიდებული ენერგიაში აი კრესლოში ჩაჯდები და ყავას დალევ გემრიელად ამ პოზიციაზე ხართ, მაგრამ ნახე ეს რაღაც შიგნით მაინც გაწუხებთ, ხო? ამიტომ ეს всё ჩაქრა ეს გაქრა ის ტკივილი ჩათვალეთ, რომ უკვე მოინელეთ, განიკურნეთ, უკვე ახალ პოზიციაზე ხართ. ეს ფიქსირდება. აი ზუსტად აქ არის თქვენ ამას გრძნობთ კიდეც, ნახეთ, თუ კიდევ ცოტა რაღაც არის დარჩენილი, განთავისუფლების საჭიროებას, აი განთავისუფლდით უკვე აქედან. ყოველ შემთხვევაში, აქ თქვენ, აქ მე ვინც მისმენს, არ ხართ ის კატეგორია, რომ უარყოფილი იყოს, თუნდაც რაღაც არ გამოუვიდეს, თუნდაც დამარცხებული იყოს, თუნდაც რაღაცა უკანა ხაზზე დადგეს, თქვენ არ ხართ ის კატეგორია. და ამის სურვილიც არ გაქვთ თქვენ აქ, რაღაც არ გამოგივიდეთ, მაგრამ არც ეს კატეგორია არ ხართ, გამიგეთ? ხო და ამიტომ ეს ყველაფერი აუცილებლად დაასრულეთ, ანუ საკუთარ თავის განკურნება, საკუთარ ტკივილიდან გამოსვლა. რაც როგორ არის, იცით, თუ კი წარმოიქმნება, ნახეთ, ხანდახან არის ბევრთან ესეთი მდგომარეობაც, როდესაც დავუშვათ, აი ყველაფერი რიგზი არის რაღაცა და გამოხდება რაღაცა საკითხი, გამოგიყვანთ მწყობრიდან და მთელი ენერგია და კონცენტრაცია გადადის იმ საკითხზე. და შემდეგ უკვე დავუშვათ ფინანსებმა მოიკოჭლა, პირადმა მოიკოჭლა, რაღაცა საქმე არ გამოგივიდათ, აქით დანარჩენი საქმე გიბუჭდებათ. რა ხდება, იტყვით მე და რა მოხდა და აი ეს მოხდა. თქვენი ენერგია არ გაქვთ, თქვენი მხლა ენერგია ყველაფერს ეყოთ, ხო? ამიტომ თქვენი ენერგია გადადის სხვა თემაზე, სხვა ვიღაცაზე და აქეთ უკვე გრჩება დანარჩენ რაღაცები მოუწესრიგებელი. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, ვინ არის ეს? მეგობარი არის, თუნდაც ძალიან კარგი, ნახეთ, შეიძლება კარგი განწყობით არის ადამიანი თქვენს მიმართ. მაგრამ ეს ახასიათებს, ამ შემთხვევაში ლამაზი ფორმით შეგიძლიათ რაღაც კორექტირება გააკეთოთ. თუ ამას ვერ შეძლებთ, უნდა ამ შემთხვევაში უკაცრავად, მაგრამ კი ჩამოიშოროთ ესეთი თუნდაც მეგობარი, თუნდაც ოჯახის წევრი, თუნდაც მოდი ასე ვთქვათ, პირადში იყოს თუნდაც ადამიანი, რომელსაც ძალიან მოწოხარ და რაღაცა. ნახეთ, მას მიაქვს თქვენი რესურსი, მას მიაქვს თქვენი დრო, თქვენი ნერვები და რესურსი ყველანაირად. შეიძლება თქვენ იმ ენერგიით, თუ თქვენ საქმეს მოახმარდით, მილიონიც გამოგიმუშავებინათ, მოდი ასე ვთქვათ, ცოტა ახლა გავაბუქოთ, ხო? მაგრამ კი არის ამის შესაძლებლობაც. ამიტომ აი ამ ენერგიას გაუფრთხილდით. თქვენ ხვდებით, რომ ეს საჭირო არის. დაფიქრდით, ვინ არის ესეთი კიდე, ხო? ნახეთ, სულ არ გინდა შეიძლება რაღაცა თემაზე საუბარი და ამ ადამიანთან რომ მოხვდებით ან რამე,
გინდა არ გინდა იწყებ ისეთ საკითხზე საუბარს რაც არ გინდა და მე შეყვები და ლაპარაკ ვეღარ ესრულებ და და გადიხარ და всё გაქრა თუ შენი ენერგია ხო შეიძლება თვითონ ვერ აფიქსირებს მაგრამ ეს ნიშნავს რომ ენერგოვამპირიც არის და ასევე სხვა საკითხებსაც ჩამოგარჩენს ეს ასეთი ადამიანი ვინც საქმეში ეხლა ვინც თელ დღე მოდი სახლს ალაგებს მხოლოდ და არ ვიცი ახლა საჭმელს აკეთებს მისთვის ეს არ იქნება თვალში მოსახვედრი ეს საწყენი თემა არ არის ეს არის გასააზრებელი თემა ხო ადამიანი რომელიც მუშაობს დაუშვათ თავისი ბიზნესი აქვს თავისი რაღაცა პასუხისმგებლობები სხვადასხვა ხალხთან კომუნიკაცია და ნებისმიერი სხვა საქმე აქვს თუნდაც სამსახურეობრივი ესეთი ადამიანი იგრძნობს ამ ენერგიაზე მე რასაც საუბრობ ის ვინც ოჯახში ზრდს ახლა მარტო დაუშვათ ბავშვები ან სახლი ან საჭმელი აქვს ეს საკითხები აქვს მოსაგვარებელი ეს ამას ვერ იგრძნობს ჩემო კარგო ეს საწყენი არ არის ყველას თავისი ცხოვრება შეხვდა რა ვიცი ესე ხდება ზოგადად ეს რა ვიცი კიდე ჩავაკვეხე ხო კარგია რომ მოაფიქსირებ ისე ნახეთ აი ესე უნდა დააფიქსიროთ თქვენი რაღაცა მინუსი თუ შეცდომა სად უშვებთ თუნდაც ეს მომენტი რაც თქვი ხო უნდა გაითვალისწინოთ ეს აღარ უნდა მოხდეს პირიქით თუ ადამიანთან კაი თუ დაუშვათ გახეზიანებული ადამიანი შეეცადეთ მოусმინოთ მაგრამ გადაიტანოთ ან ისეთი სიტყვა უთხრათ რომ გადაიტანოთ ეს რაღაც ცოტა პოზიტიურში აი ამ შემთხვევაში ხართ უკვე თქვენ მეგობარი ამ შემთხვევაში არის ის ადამიანი უკვე თქვენთვის სასარგებლო გამიგეთ ამიტომ ასეთ რაღაცებს დააკვირდით თქვენ ამას გრძნობთ რომ რაღაცი ვიღაციდან განთავისუფლდებით აქედან მე ასე გეტყოდით განთავისუფლდებით არის ამის ენერგია და თუ ვერ განთავისუფლდით იცოდეთ რომ ეს არის ის გზა რომელიც გიბლოკავთ მოდი ასე ვთქვათ გზებს რომელიც გაყენებთ მე გამოვალ მდგომარეობაში დედა ახლა რა გავქნას თემაში გამიგეთ ხო აქ არის ასეთი ფიქრები კი ბატონო მართლა დედა ახლა რა გავქნას თემა გააქვთ მომენტალურად ხო მაგრამ მე ვფიქრობ რომ როგორ მოვახერხო ეს ასე რაღაცაზე ფიქრობთ ну არ დავკონკრეტდები ხო საჯარო არის გაშლა და მაგიტომ მაგრამ აი რა თემაც არის რა ვქნა ეხლა როგორ გამოვძრე როგორ მოვახერხო როგორ მოვაგვარო ხო როგორ იქნება როგორ იქნება ძალიან კარგად უბრალოდ აქ დავალებები ეს არის სამუშაო შესაძლებელია გარკვეული აი როგორ არის იცი რაღაც შეასრულოთ სამუშაო ხომ არ გაგვჩებირება შესასრულებელი შეიძლება რამე გასაცემი ესეც არ არის გამორიცხული ყოველ შემთხვევაში აქ არის შეასრულოს თემა რაღაც უნდა შეასრულოთ შეიძლება ეს იყოს სამუშაოსთან ხო აი მუშაობით არ აქვს მნიშვნელობა რაღაც მუშაობით გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან თუ პირდაპირ ფინანსებს ეხება მუშაობა არის თუ პირაც ეხება მაინც შეიძლება აქ იყოს აი პირადსაც ჭირდება ხალხო მუშაობა ხო დამუშავება რაღაცას გამომუშავება იმ პოზიტიურ ენერგიას ეხლა ერთ რაღაცასაც გეტყვით მოდი პირადით ჩავაკვეხოთ რადგან ენერგიებზე გვაქვს საუბარი დღეს აი ის მომენტი თუნდაც პირადში თუ თქვენ ყოველთვის იქნებით კონცენტრირებული რომ ეხლა სხვას გაიცნობს და მე მაინც არ შემომხედავს და ან მიღალატებს და ან როგორ არის იცით ვიღაცა აი ცოლად მე არ მომიყვანს ვის რა პრობლემა აქვს ხო მე არ მომიყვანს სხვას მოიყვანს მაინც და რა ვიცი რა ვიცი უკაცრავად სად მეცინება ჩემთავს აი შესაბამისად ან თუნდაც მეუღლე იყოს თქვენს ოჯახში ხო და გაქვთ ეს მომენტი რომ მაინც წავადაალო აი ეჭვი არ უნდა გქონდეთ ეს არ უნდა გააღვივოთ აი თქვენი ენერგიით უბიძგებთ იმ ადამიანს რომ წავიდეს და ასე მოიქცეს გაიგეთ
Სინამდვილეში, აი თქვენი ენერგია უნდა მომართოთ ზუსტად ისე ჭვები, იქეთ კი არ უნდა გავუშვათ თქვენ საკეთილდღეოდ მომართოთ. არა, იქეთ კი არ წავა, კი შეიძლება ვიღაცამ შეეცადოს, ესეც არ უნდა დაუშვათ. იმიტომ რომ მართლა შეეცდება ვიღაცა, თქვენ იწვევთ ბევრი, აი ამ ენერგიებს აღვივებთ, რა იცით ვის რა ძალა გაქვთ. შეიძლება ბევრთან არც არაფერი, მაგრამ ბევრთან კი ეს ძალა, მოდი ასე ვთქვათ, მოძრაობს, ხო და რაღაც სრულდება. ან შესაძლებელია ისეთი დღე, საათი, წუთი არის ესეთი მნიშვნელოვანი დღეებიც, რომელსაც მე ესე საჯაროდ არ დავაფიქსირებ და ეს როდესაც ჩემი ჯგუფი ჩამოყალიბდება და გოგონების მიღებასაც დავიწყებ სწავლასთან, სადაც რუნები და ტაროც იქნება შესასწავლი, ენერგიებზეც იქ ვისაუბრებ, ხო? სწავლებას, რომელ დღეს, აი ზუსტად როგორ უნდა იმას, თუმცა საკმაოდ ვრცლად განვიხილავ აქაც. ამიტომ აი ზუსტად ეს გაითვალისწინეთ, არ მისცეთ ამ ენერგიას ფიქრის დონეზეც განვითარების უფლება. აი ამის თქმა მინდოდა საბოლოო ჯამში, ხო? იმიტომ რომ თქვენ ვერ გამოდიხართ მაქედან, თქვენ თითქოს გსურთ, არა, კი გსურს, მე ასე გეტყოდით. თქვენ გსურთ ეს ასე რომ მოხდეს. აბა თუ არ გსურს, მაშინ არც იფიქრებდით ასე. პირიქით, საკეთილდღეოდ იფიქრეთ. ჩემთან მოვა, მე ვეყვარები, წარმოიდგინეთ რაღაცა ძალიან თუ კარგი ფიქრები არ წამოვა, რა ვიცი, შეჯანჯღარეთ ესე, მართლა გააჯანჯღარეთ თავი ცივიწყალდელეთ. სხვათა შორის ცივიწყალი ძალიან კარგი არის, რომ იცოდეთ. ხელებში ცივიწყალის გადაბანა ძალიან კარგი არის. ასე რომ ამას მიიღებთ უხეში ფორმით ცივიწყალის დალევას. მართლა გეუბნებით. რაც შეეხება, აი აქ ზუსტად ნახეთ, თქვენს მუშაობაზე თუ თქვენს სამუშაოზე არის დამოკიდებული ამ ყველაფრიდან გამოსვლა. გინდ პირადი იყოს, ხო? როგორ მომართავთ ამ თქვენს ენერგიას, თქვენს თავს, საკუთარ თავს. ეს ყოველ შემთხვევაში, აქ ნამდვილად გაქვთ თქვენ ის პოტენცია, მე ამდენს არ ვილაპარაკებდი ისედაც, მაგრამ ბევრთან მაინც არის ის პოტენცია, ნახეთ, როგორ იცი, მე რაც მინდა იმას მივაღწევ. აი ეს არკანი იმდენად მიყვარს და იმდენად ჩემი არის, ზუსტად მაგრამ არ გეტყვით რომელი არკანია, საჯაროდ არა. მე ასე მაქვს დაცილი. ეს არის ის, რომ მე რაც მინდა ამას აუცილებლად მივაღწევ. თქვენ სწორი მიმართულება ზუსტად იცით რა გაქვთ, სად არის, რომელი არის გაქვთ, ხო ვინც ვერ ხვდებით და კიდევ გაუგებარი არის ეს საჯარო გაშლა, იმიტომ რომ კითხვა წავიკითხე, ახალი პარტნიორი მყავს და როგორ გავიგო, ანუ ვერ გაიგო საჯარო გაშლიდან, ეხლა ეხებოდა თუ არა მას. საჯარო გაშლებიდან ზოგადად საკუთარ თავზე დაყრდნობა არ უნდა მოხდეს, უნდა გააკეთოთ დიაგნოსტიკა, მოხვიდეთ გენაცვალე და განიხილოთ კიდევ და მერე შეაჯამოთ. ხო, მიმღებლობა სხვა რაღაცა არის, როცა კარგი ინფორმაცია ჟღერდება და ასევე ამ გაშლებში არის ინფორმაციები, რომელიც არის თუნდაც ამ ენერგიებზე, ხო, ვიღაცამ არ იცის, ვიღაცა ახალია, ვიღაცისთვის შეიძლება ნაცნობია, მაგრამ გადაავიწყდა, იცის ეს ყველაფერი, მაგრამ სულ აღარ ახსოვდა, სხვაგან არის, ხო, უკვე გადართული და ამ დროს ამასაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. ბევრთან ესეც იქნება. ამიტომ, აი ზუსტად ეს არის იმ დიაგნოსტიკაზეც, კაცო, თქვენი თავისთვის მოდიხართ, რაღაცას მაინც იპოვით იქ, ისეც რომ რაც, მოდი ასე ვთქვათ, მოგეხმარებათ და გაგარკვევთ ყოველ შემთხვევაში. თუმცა, უნდა გქონდეთ მზაობა, რა ინფორმაცია ამოვა, რომ როგორ არის, იცით, არის, მეც მქონია შემთხვევა, რომ არ მაქვს მიმღებლობა, არ 100 არ იქნება და მე მაინც კი ხდება ისე, რა ვქნათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად მე არ ვარ მზად იმისთვის, ასე ნებისმიერს ხო ეუბნები რაღაცას და არ არის მზად ამ ყველაფრისთვის. კი ბატონო, აქ არის 4-ვე კუთხით გახსნილი გზები, ზუსტად ეს მინდოდა რომ მეთქვა და არის ზუსტად ის მომენტი, რომ მე მივაღწევ, მე მაქვს სწორი მიმართულება, მე ვიცი რა მინდა, როგორ მინდა, აი ეს ყველაზე მთავარი არის კიდევ, რა გინდათ და როგორ გინდათ, ხო? იმიტომ რომ ბევრჯერ მქონია ესეთ შემთხვევა, ქალბატონო ნინო, წმენდები გაიკეთა, მარა ესა ბიჭო, რა მარა, რა არ გამოგივიდა. და ვეკითხები, რა გინდოდა და რა არ გამოგევიდა. მაგი არ იცის რა უნდოდა.
რა სურვილი გაქვს ვეკითხები, რა გინდოდა, რომელი სურვილი, რა ხდება. არის სურვილი არ აქვს. სწავლა გინდოდა, არ ვიცი, იცი რა კი მინდოდა რაცხა, მაგრამ რომელი მინდოდა არ ვიცი. კარგია, სამსახური გინდოდა, სამსახური მეგეც არ იცის, რომელი ზუსტად სად რა უნდოდა. ხალხო, თუ თქვენ არ იცით რა გინდათ, რა მეწმენდა, ის კი არ არის, რავი, ეზე გადმოგეყო, მე გადმოგეყარო თავზე რამე. არა. ეს არის უკვე მართლა ეს უნდა ჩამოყალიბდეთ. აი ზუსტად აქ ესეთი ადამიანისთვის არ არის ეს გაშლა, არ იცის რა უნდა. თუ არაფერი იცი და თუ მოთხოვნები არა გაქვს სამყაროს მიმართ, არც არაფერი მოგივა, არც არაფერი გამოგივა ცხოვრებაში. თვითონ ნათქვამია ითხოვე და მოგეცე, მაგრამ თხოვნასაც მე დავამატებდი აქ ახლა, ის თხოვნასაც ცოდნა სჭირდება, როგორ ითხოვოთ, ისე რომ არ დაისაჯოთ. და როგორი ცუდი ფორმით არ მოგეცეთ რაღაცა. გამიგეთ? აი ამას სჭირდება უბრალოდ სწავლა. და დანარჩენი არის ქალბატონებიდანაც გამიგონია ესეთი სიტყვა სხვათა შორის და უთქვამთ რომ არაფერს არ ვითხოვ და არც არაფერი მომითხოვია და არც არაფერი ის და მაინც რაღაცა უბედურია არ დააფასა ისა და იმ გეს რა ქვია სხვა ქალებს არაფერი მოგითხოვია და არც არაფერი მიიღე. ხო თუ არაფერი გითხოვი ვერც ვერაფერი მიიღე. ვერ გაიგო ადამიანმა ჯერ მარტო რა გინდა რა მოგწონს რა იმ ქალთან ხო ზუსტად მოთხოვნები აქვს და ადამიანი როდესაც შენ დაინტერესებულია ცდილობს რომ შენი მოთხოვნები და რაღაცები თუნდაც დააკმაყოფილოს თავი მოგაწონოს გეპრანჭება რაღაცა შენთან ჩაიფუშა ადამიანი ვერ მიხვდა რა გინდა რა მოგწონს სურვილი არ გაქვს რავი კაიკაბა არ გინდა კაიჩანთა არ გინდა ყვავილები არ გინდა არ იცი რა გინდა ეს არ რა წევი და კაცო მიცხამიჩის იმ დაიკარგა ადამიანი ვეღარ იპოვა საკუთარი თავი თქვენს გვერდით გაიგეთ რა ხდება ხალხო აი ამიტომ ითხოვეთ დაფიქრდით უბრალოდ რა გინდა თუმცა ეს გაშლა იმ ადამიანისთვის არის ვინც იცის რა უნდა ცხოვრებიდან ზუსტად თანაც და ღებულობს კიდეც ეს ადამიანი იმასაც შეამჩნევს ჯადუ არის უბრალოდ თვალი არის უბრალოდ ნასკვი არის უბრალოდ ხო ახლა ესეც უნდა კავშირო არ ვაპირებ გავიარეთ უბრალოდ თავისი რაღაც ნაბიჯი არის წარუმატებლობის თუ პლანეტები არის დღეს სხვანაირად დაწყობილი ამ ადამიანმა ეს ყველაფერი იცის და შესაბამისადაც იმოქმედებს რა ჭირდება იცის უკვე და როდესაც თქვენ ეს არ იცით რა გჭირდებათ ამ შემთხვევაში უნდა გაიაროთ ესეთი დიაგნოსტიკა არ ვიცი რა მჭირდება სად ვარ, ვინ ვარ და მაშინ უნდა მიიღოთ ის ინფორმაცია, რომ აი შენ ახლა უნდა დაიწყო აქედან, გააგრძელო. გაიგეთ? კარგით. გავაგრძელოთ ახლა ჩვენ ამ ადამიანზე გადავუხვიეთ ძალიან, მაგრამ ვფიქრობ ესეც საინტერესო იყო ვიღაცისთვის შესახსენებლად, ხო? ამის შემდეგ აი ეს თქვენი სურვილი კი ბატონო, ნამდვილად გამოგივათ. ამ ყველაფერს საუბარი არ უყვარს. ნამდვილად გამოდივოთ, უბრალოდ აქ თავი უნდა შეიკავოთ საუბრიდან. და ეს მომენტებიდან რაღაც შეაფერხოთ საკუთარი თავი, ხო? და ისევ უბრუნდები უკვე მომენტში. აქ გამოგივათ, თქვენ იცით ზუსტად, უბრალოდ აი სხვა რაღაცა გარაფაქტორები რაც ჩამოთვალი მოისმინეთ თავიდან, არ მისცეთ ამ ყველაფერს უფლება, რომ აი ეს თქვენი რაღაც სურვილები ცოტა ხნით შეაჩეროს. მე ასე გეტყოდით, რომ აქ თქვენ საბოლოო ჯამში სურვილი რაც გაქვთ, შესაძლებელია ამ წუთში მართლა იყოს რაღაც ისეთი მომენტი გაჩერებული ან შეიძლება ვიღაცას ფინანსები ძალიან გაექცა შორს, ხო? ანუ ხარჯები შეიძლება რაღაც მართლა არის აქ ცოტა გამოვალი ესეთი მომენტები გაქვთ რაღაც კრიზისი, მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის.
ეს შეწყვეტეთ საუბარი, შეწყვეტეთ რაღაცების აღნიშვნა და როგორ არის იცით, მე ასე გეტყოდით, შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც წარმოუდგენლად მიგაჩნია და ცოტა ზედმეტი ხომ არ არის ესეთი შეგრძნება იყოს, ხო? მაგრამ აქ ერთი რაღაცა იცოდეთ, თქვენი შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია მაღალ ძალებს, დანარჩენ სხვას არავის და არაფერს ეს უნდა იცოდეთ და ამიტომ სხვა რაღაცებს არც უნდა მისცეთ ამის უფლება, მხოლოდ ეს უნდა გახსოვდეთ. აქ არის გაურკვეველი, შეიძლება რაღაც სიზმრებიც იყოს გაურკვეველი ბევრთან მინიშნები, მაგრამ ეს არის გაურკვეველი, არ მიაქციოთ მაგას ყურადღება, არ სიზმრებიდან ხდება, მოდი ასე გეტყოდით, შეიძლება ვინმე ცდილობდეს თქვენთან პორტალის გახსნას, ანუ დაკავშირებას თქვენს ენერგიებთან წარმატებას. ამიტომ ეს სიზმრები ამჯერად დაბლოკეთ, მე ასე გეტყოდით, ხო? არ მისცეთ უფლება ვინმე შემოვიდეს. ახლა რას ნიშნავს სიზმრიდან თქვენთან შემოსვლა? ეს იმას ნიშნავს, რომ აი თქვენ ფიქრობთ და ამ სიზმარს აქცევთ რაღაც მნიშვნელობას და ასე გააკეთა ასე ვიღაცამ რაღაც არა, ჩაჭერით ეს პორტალი. всё, არ მიაქციოთ ყურადღება და უარყავით. ეს არა და თქვენ რაც გინდათ ის გაუშვით. სხვათა შორის სიზმრების კონტროლით შეიძლება რომ იცოდეთ, ხო? მაგასაც ბევრ შეიძლება აქვს. მე მაგალითად მაქვს სიზმრების კონტროლი. აი მძინავს და როგორც მინდა ისე განავითარებ ამ სიზმარს შემდეგ რაღაც არ მომეწონა სიტყვაზე, ხო? ამიტომ ესეც ძალიან კარგი არის. შენს გემოზე წაიყვან პირიქით იმ ადამიანის ენერგიას და არა პირიქით მოხდეს მან დაგიკავშირდა და თქვენი ენერგიები და ეს მოპარვა უკვე მაცოდა მაგიური ის არის ჩარევა, ხო? სიზმრიდან. ამიტომ ესეც თუ გაქვთ ან დაბლოკეთ, ვინც იცით დავუშვათ მიმართულების მისცემა ამ სიზმრებზე, კონტროლი გაქვთ, შეგიძლიათ კი ბატონო, თქვენს გემოზე განავითაროთ, ხო, თქვენ სასარგებლოდ როგორც გსურთ. აი ამ შემთხვევაში მე ასე გეტყოდით, აქ მარტო ის არა, თქვენი საგვარეულო ხაზიც გეხმარებათ, რაღაც ძალა გეხმარებათ, ამას უნდა გრძნობდეთ წესით. შეიძლება აქ რამე ძველი საქმე იყოს, ან ისეთი რაღაც გააკეთეთ, შეიძლება რაც თქვენს ოჯახს უნდათ გაეკეთებინა, ხო? დავუშვათ, ესეც შეიძლება იყოს და ვერ გააკეთა და თქვენ გააკეთეთ. კი ასე არის, იმიტომ რაღაცა წამახრჩო. აი, გაცრავად რაღაცამ წამახრჩო, რასაც ქვია. თქვენ გააკეთეთ, ამიტომ მაგ ძალიან დიდი სიხარული გაქვთ, შემოკარგებო. ვალი თუ გაქვთ, გაისტუმრებთ, ესეც ფიქსირდება, წარმატებაში ის არის. სხვათა შორის ახლა ბევრმა შეიძლება ვერ გაიგოს ეს სიახლე, რა სიახლე და ენერგიებზე ვსაუბრობ, ხო? კი, ეს არის სიახლე. ენერგიებთან მუშაობა სიახლეა უკვე, რომ წარმატებისკენ გადახვიდეთ, რა თქმა უნდა. ხო? ვისთანაც არის ეს და ვისთვისაც არ არის, ესე იგი არ არის კაცო თქვენთვის ეს კაშლა. ძალაზე ხო არ ხართ. ამიტომ აქ ზუსტად ეს მომენტი არის. ამის შემდეგ უკვე ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ვალი თუ გაქვთ, ვალს ისტუმრებთ. რამე შესაძლებელია, აქ არ არის გამორიცხული სახლი, და ვიცი, სახლის თემები იყოს, შეიძლება შენაძენი ძალიან კარგი. შენაძენი ისე ფიქსირდება ვიღაცასთან, ხო? ეს ოღონდ დიდი შენაძენი არის. შეიძლება სახლი, რავი, ოქრო, კაი რამე რაღაცა, კაი, მსუყე, მანქანა არ არის ეს, არა, მანქანა არ არის ეს. მე ასე გეტყოდით, კი, გახარებული, გამარჯვებული, გაბრწყინებული, გალაღებული, ძალიან ბედნიერი, განთავისუფლებული აი რაღაცა ტოქსიკური ენერგიებიდან, საერთოდ თავისუფლებით მე ასე გეტყოდით, აი ამ ტოქსიკური ენერგიებიდან. ეს ბოლო აკორდი თუ რაღაცა, რაც ჩამოვთვალე არის, ეს არის ბოლო რაღაც ღვივა ვითომ რაღაც, მაგრამ всё, ამასაც იშორებთ, ჩემო კარგებო და მე ზუსტად ვიცი, რომ ტაროში კი არ არის ყველაფერი იდეალურად. თქვენს ცხოვრებაში არის ყველაფერი იდეალურად, აი ასე ლამაზად ლაგდება. გაიგეთ.
ბევრი გოგონები მყავს სხვათა შორის და ბიჭებიც, რომლებიც მომყვებიან დაწყლები და იციან, ხო, აუცილებლად უნდა აღვნიშნო და მადლიერება გამოვხატო ერთ-ერთმა ქალბატონმა ესე მომწერა და ჩემს ახლობელს უნდა ქალბატონო ნინო ესე გაშლა, მაგრამ მე ვიცი რომ ამ დღეებში თქვენ არ მუშაობთ და ასე უთხარი და მაინც დაგეკითხებითო და ისე გამიხარდა, აი ჩემს ზოგადად რომ ვიცით ბევრ მოგო რომელ დღეებში რა დროს მუშაობ და რა დროს არა. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, ხო? ამიტომ ვინც ესე მომყვება, რაღაც წარმატებები მეტნაკლებად, ხო, ეხლა აქვთ, ყველას აქვთ, ჩემო კარგებო, ყველას, ხო? არ არსებობს ის, რასაც მე ვაჟღერებ, აქ გაითვალისწინოს ადამიანმა და ვერ მიაღწიოს წარმატებას. ეხლა მე აქ არ გულისხმობ ვიღაცას ესა რა ქვია სექსუალური მოთხოვნილებები აქვს და ამის გამო ოჯახს ანგრევს და თავი დაიკმაყოფილოს, ესეც წარმატებებზე არ ვსაუბრობ აქ. ესეც გაითვალისწინეთ. დანარჩენი რაც შეეხება მოგვარებადია ყველაფერი, ასე გეტყოდით, აქ 10 თვეში ერთი წელიც არ დააგვიანდა, 1 წელი 10 თვე. ამ ყველაფრის მოგვარება. ისეთი კარგი რაღაც დადგა დარჩა ბოლოში, ხო? ენერგია, როგორ არის იცი, აი მე რო ვიცი თქმა დამждები უყურო მინდა თქო, ზუსტად ეს არის. უბრალოდ არ გააკეთოთ აქცენტები, არ ისაუბროთ თქვენ აი ამას ძალიან ცოტა ხანში კი არის აქ როგორ არ არის რაღაც ისეთი მომენტები ხო, რაღაც შეიძლება არ გამომდის რაღაც ხო ხანდახან მაინც არის, მაგრამ ეს არის მე ასე ვიტყოდი უფრო სწორად ახალ ეტაპზე გადასვლა, არა, ეს არის ძველის დანგრევა ამ ყველაფრის და ახალი საშენება, რომელიც მოგიტან მხიარულებას, ჩემო კარგებო, აღნიშნოთ თქვენ ამას, შეიძლება პრობლემაც გადაიხადოთ. ან რაღაც იყოს აქ ესეთი ძალიან დიდი წარმატება არის, კი ბატონო, თქვენი ინტერესები, თქვენ თვითონაც გაკვირვებული დარჩებით, ეს მე შევძელი გავაკეთე. არ ვიცი, რატომ ფიქრობთ ასე, ამ შემთხვევაში არ ვიცი სიტყვა ზუსტად შეესაბამება ჩემს ნათქვამს. იმიტომ რომ თქვენ იმდენად ძლიერი ხართ და ყველაფერი გამომივა, აი ზუსტად ისე გამომივა, როგორც მინდა. ეს ენერგია თქვენს ირგვლივ ტრიალებს, როგორ არის, იცით? რატო გიკვირთ მერე ბოლოში, მაგრამ ეს არის, ეხლა გეტყვით, რატომ მაგაზეც პასუხს გაგცემთ. იმიტომ რომ კი გამოგდით, კი ყველაფერი, მაგრამ რაღაც კიდევ არის ისეთი და ისეთი ან ძლიერი, ან რაღაც კიდევ უფრო ძალიან სასწაული რომ იტყვიან, ან წარმოუდგენელი, ხო, ვერ იჯერებ ამ გადასახედიდან. კი ყველაფერი გამომდის, მაგრამ ესეც აი ეს მომენტი იქნება. კი, ესეც გამოგივათ. მე გისურვებთ წარმატებებს, ჩემო კარგებო, და ეს იყოს ასე, რატომაც არა. თქვენი წარმატება, ჩემი წარმატებაც არის ასევე. დაგემშვიდობებით და დაელოდეთ მომდევნო გაშლებს.